დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ფსიქოლოგი მარიამ მაისურაძე. ძალიან დიდი მადლობა მარიამ, რომ მონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან და პრინციპში ისეთი თემა უნდა განვიხილოთ დღეს, რომ ფსიქოლოგიური ასპექტით საინტერესო იქნება ამ თემის, არა მარტო პოლიტიკური, იმიტომ რომ დგენელი არის ფსიქოლოგიურიც. კერძოდ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული სამხედრო კონტინგენტი სამშვიდობო მისიით შესაძლოა არის განთავსდეს ღაზას სექტორში. მართალია ეჯერ მოსინჯვითია და მე ვფიქრობ ეს ინფორმაცია, ამ ინფორმაციასაც მოსინჯვითი ხასიათი აქვს, მაგრამ შემთხვევით არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება ხოლმე, მით უფრო რომ ეს გავრცელა არა მხოლოდ ოპოზიციურმა მედიამ საქართველოსი, არამედ თქვათ იმედმაც, რომელიც ასოცირდება თქვათ ხელისუფლებასთან, ამდენად ეს უფრო ოფიციალურ რაღაცა მოსინჯვას ან ოფიციალურ ინფორმაციას გავს. როგორ ფიქრობთ თქვენ, ერთი რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია, რატომ გახდა აუცილებელი რაღაცა ქართული სამხედრო კონტინგენტის ამ კონტექსტში მოხსენიება, თუმცა კოალიციის ოპერაციებში, სამშვიდობო მისიებში ქართველები იღებდნენ მონაწილეობას და საკმაოდ წარმატებულადაც. მე არ ვიცი ის მისიები როგორ დასრულდა წარმატებულად კოალიციისთვის, მაგრამ ქართული სამხედრო კონტინგენტი ნამდვილად წარმატებულად იღებდა მონაწილეობას და იმ პერიოდში თითქოს რაღაც ბენეფიტები მივიღეთ, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან მე არ ვიცი ჩვენ მივიღეთ თუ არა რაღაცა ხეირი. ამჯერად ეს ისრაელის ინიციატივა თქვენი აზრით, ან რატომ შეიძლება დათანხმებული იყოს საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად დათანხმდა, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია გავრცელდა, გადმოიცა ქართული მედიით და ნიშნავს თუ არა ეს, რომ აი სუფთა ფურცლის შევსება გადატვირთვის მცდელობის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დაიწყოს სწორედ აი ამ ჩანაწერით შეიძლება დაიწყოს, რომ ჩვენი კონტინგენტი ღაზას სექტორში განთავსდება. პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის, მივესალმებ მაყურებელს და მოგესალმებით თქვენს. საინტერესო ფაქტორი არის რა, რომ არსებობს ხოლმე გარკვეული ვალდებულებები, რომლებსაც ვიღებთ სახელმწიფოების დონეზე, არის ხოლმე გარკვეული მოლაპარაკებები, რომლის შესახებაც არ აქვს მოსახლეობას ინფორმაცია. ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნების მთავარი PR ხაზი იყო მშვიდობიანი საქართველო, ასე რომ ვთქვათ, და ამაზე განსაკუთრებული ყურადღება მახვილდებოდა, რომ საქართველო სამხედრო ოპერაციებში არ იღებს მონაწილეობას. რამდენადაც ვიცი, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდა საქართველო მრავალჯერ, მათ შორის როგორც ვიცი, უკრაინასაც ანუ არაკონფლიქტურ სიტუაციებში ეხმარებოდა და ამ შემდეგ. არ ვიცი ამჟამად რატომ გაკეთდა მსგავსი განცხადება, ცოტა მოულოდნელი, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ უფრო მეტწილად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა ხოლმე საქართველო. ბუნებრივია ხა სამშვიდობო მისია იგივე არ არის, რაც სამხედრო ჩართულობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოსახლეობას ხშირად აქვს ხოლმე ასოციაცია ამასთან, რომ თუ კი რაიმე კონფლიქტში მიდიხარ თუნდაც სამშვიდობო მისიით, იქ ყოველთვის არის გარკვეული რისკები და გინდა არ გინდა ასოციაციის დონეზე მაინც თითქოს ასოცირდება იმასთან, რომ საქართველოს შეიძლება რაღაც კონფლიქტში იყოს ჩართული. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ აუცილებელი არის მაქსიმალური გამჭვირვალეობა იმ თვალსაზრისით კონკრეტულად რა ვალდებულებებს აიღებს საქართველოს და მოსახლეობამდე სწორად უნდა იქნეს ეს მიტანილი, იმიტომ რომ ჩვენთან იმდენად არასტაბილური სიტუაცია არის და იმდენად ბევრ თემაზე ხდება სპეკულირება, მიუხედავად იმისა, მართალია ეს თუ არ არის მართალია, კანონის შემოტანასთან დაკავშირებითაც, რომელიც უცხოურ აგენტებს ეხებოდა აბსოლუტურად სხვანაირად გავრცელდა ინფორმაცია, რის გამოც მოსახლეობაში ძალიან დიდი ვნებათაღელვა გავრცელდა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ აუცილებელი არის მოსახლეობა სწორად მიეწოდოს ინფორმაცია და იცოდეს მოსახლეობა რა ვალდებულებებს იღებს ამ შემთხვევაში საქართველოდან, რატომ დგას იმ ნაბიჯებს, რომელსაც დგამს ამ შემთხვევაში. ჩვენ თქვათ, გვქონდა გამოცდილება სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის, კოსოვო, ერაყი, ავღანეთი, აფრიკის თქვათ ქვეყნები. მაშინ აი დღევანდელი გადასახედიდან რო შევაფასოთ, რა მოუტანა ამ მონაწილეობამ, ამ ოპერაციებში მონაწილეობამ საქართველოს და მაშინ თუ ითქვა ყველაფერი, რის გამოც ჩვენი სამხედრო კონტინგენტი იყო ჩართული ამ მისიებში. კი ბატონო, ამ შემთხვევაში არის ხოლმე საერთაშორისო ურთიერთობების გამყარების მიზნით მსგავსი ოპერაციები, ეს იმიტომ არ კეთდება, რომ ვიღაცას ძალიან აღელვებს მეორე კონტინენტზე მყოფი ადამიანების ბედი და არ იქ საშუალოდ ჩადიან, ანუ ეს არის უბრალოდ გარკვეული საერთაშორისო ურთიერთობების შენარჩუნებისთვის, წამოწყებისთვის ან გამყარებისთვის არსებული ოპერაციები. აქედან გამომდინარე, როდესაც გლობალური არის სახელმწიფო და საერთაშორისო ხდება აბსოლუტურად ყველა ოპერაცია ფაქტობრივად სავაჭროდან დაწყებული სამხედრო
მიუხედავად დამთავრებული, ბუნებრივია მსგავსი ოპერაციები მიუთითებს იმაზე, რომ ვთქვათ, გარკვეულ სიტუაციაში რა პოლიტიკურ გესს იღებს სახელმწიფო და რა დამოკიდებულება აქვს ამ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე სამშვიდობო მისიებს აქვთ ეს დატვირთვა და არა რაიმე სხვა, ჩემი აზრით. და შეასრულა ეს როლი იმ მისიებმა, რაც ჰქონდათ, აი მაშინ ძალიან გვაქებდნენ, თქვა ჩვენ ვამბობთ ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ვიყავით, აი ამ განსაკუთრებით ავღანეთში, რა მოიტანა რაღაცა, აი ხელშესახები ხო გასაგებია საერთაშორისო პროგრამაში ვიყავით ჩართული, აი ამ რაღაცა მოძრაობა ქვია ამას თუ რაც ქვია, თუ პროექტი ქვია, თუ ოპერაცია ქვია, მაგრამ რა მოიტანა კონკრეტულად ხელშესახები იმ პერიოდში რა გეზიც გქონდა, ის გეზი გაამყარა, ასე რომ ვთქვათ, იმ პერიოდში ჩვენ დასავლეთ ჩილო-ატლანტიკური ალიანსისგან მიმავალი. კი ბატონო, იმიტომ რომ იმ პერიოდში საქართველოს გამოთქვა ინიციატივა, რომ უნდოდა რომ დაახლოებოდა ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები იყო მთავარი გეზი და არა ევროპა, როგორც დღეს ფუთავენ, რომ თითქოს ჩვენთვის ევროპა იყო ყოველთვის არ ყოფილა ასე, იმიტომ რომ ყველას ძალიან კარგად ესმოდა, რომ ევროპაც იმდროინდელიც, რაც იყო 25-30 წლის წინ და დღევანდელიც, ახლა უფრო განსაკუთრებით იკვეთება ეს ხაზი. მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე. აქედან გამომდინარე თუ ერთს ეხმარები, ფაქტობრივად გამოდის რომ მეორეს ეხმარები და პირიქით. ჩვენ იმ პერიოდში ვიღებდით მსგავს მისიებში მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩვენ მათგან ვითხოვდით გრანტებს, ეკონომიკურ მხარდაჭერას, პოლიტიკურ მხარდაჭერას და ასე შემდეგ და სანაცვლოდ ბუნებრივია რაღაცა უნდა გაგვეყო და ამ შემთხვევაში ეს იყო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე ყველა ქვეყანა, როდესაც პარტნიორულ ურთიერთობაში შედის, ერთმანეთს თავაზობს რაღაცას, ხო, რომ აი ამის სანაცვლოდ მე მჭირდება ეს. აქედან გამომდინარე, რასაც ვითხოვდით ჩვენ, იმის სანაცვლოდ მოითხოვეს ეს. მაგიტომაც არის აუცილებელი, რომ საქართველოს კონდეს სხვა რაღაცა ღირებული, რასაც შესთავაზებს საერთაშორისო ბაზარს, რომ არ იყოს ადამიანურ რესურსზე დამოკიდებული ჩვენი ურთიერთობების გამყარება და არ ვიყოთ ვალდებული, რომ რაღაცის სანაცვლოდ ადამიანური რესურსი გავცეთ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში სიკვდილიანობას არ გულისხმობ, ბუნებრივია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ღირებულის არაფრის შეთავაზება ამჟამად არ შეგვიძლია საერთაშორისო ბაზრისთვის, რაც გამოიხატება ჩვენს პოზიციებში საერთაშორისო მიმართულებით, ჩვენს პოზიციებში, როდესაც ვიღაცა რაღაცას მიგვითითებს, რა როგორ უნდა ვაკეთოთ, ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაში აისახება, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიყოთ კონტრიბუტორი სხვა ტიპის რესურსის, არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები, მაგრამ არც ადამიანურ რესურსზე არ უნდა გადადიოდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საქართველოს არც დიდად ადამიანური რესურსი არ აქვს ამ შემთხვევაში. დიახ, და აი თქვენ თქვით, რომ რაღაცის სანაცვლოდ, ხო, რაღაცა თქვარი ხარკის გაღება. ამ შემთხვევაში რის სანაცვლოდ შეიძლება დათანხმდეს ამას, თქვა საქართველოს ხელისუფლება, იმიტომ რომ აი არსებული ინფორმაციით, აი მეორე ფრონტის გახსნა იგივე ჩვენ არ უერთდებით, თქვა სანქციებს, ამ სანქციებზე აშკარად ითქვა და მაინც ამაზე გავაკეთებ აქცენტს, ხო, ის უფრო ასე თქვა კულისებში იყო, რომ გიდა თუ არა გახსენეთ ეს მეორე ფრონტიო და თქვა ჩვენ არ მოგვისმენია საზოგადოებას, მაგრამ ჩვენ ვისმენთ, რომ აი რო არ უერთდებით, თქვა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ეს ხმამაღლა ითქმება ხოლმე და ამის დასაკომპენსირებლად, აი ვთქვათ, მე შეიძლება არ ვუცხადებ სანქციებს, ვთქვათ, არ ვიწვევ არეულობა სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის აი ამ სამხრეთ საზღვრებზე, მაგრამ მე მივიღებ მონაწილეობას ამაში. ეს შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში რაღაც სანაცვლო და ხარკი შეთავაზება საკუთარი მომსახურების. მე მგონია, რომ ეს იქნებოდა არა შეთავაზება, არამედ მოთხოვნა, იმიტომ რომ ქართული იმათი მხრიდან, იმიტომ რომ ქართული ოცნების PR კამპანიიდან გამომდინარე, ვერ ვიტყოდი, რომ ეს იქნებოდა მათი მხრიდან შეთავაზება. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი და დასავლეთის ბოლო პერიოდინდელი დაძაბული ურთიერთობის შედეგი, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ გაისმა დასავლეთის მხრიდან დამოკიდებულება, რომ შეიძლება სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით გაკეთდეს გარკვეული ცვლილებები. სტატუსი? ევროკავშირი ხომ ნატოსთან წავკიბებდა. და ასევე გამოითქვა ინიციატივის შესახებ, ანუ ფიქრის დონეზე გამოითქვა ინიციატივა, რომ შეიძლება საქართველოს ასევე უვიზო მიმოსვლა შეუწყდეს და აქედან გამომდინარე მგონია, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს რაღაცა უნდა გაეკეთებინა. არ მგონია, რომ ოცნებისთვის მაინც და მაინც სასარგებლო არის სამხედრო ოპერაციებთან ასოცირება, მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო მისიასთან გვაქვს საქმე. აქედან გამომდინარე მგონია,
მგონია რომ ეს იყო უფრო მეტად იძულებითი ვიდრე საკუთარი გადაწყვეტილებით მიღებული შეთავაზება. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ეს მაინც შეიძლება დაგვირგვინდეს ქცევით და ეს არ არის მარტო მოსინჯვა საზოგადოებრივი აზრი საზოგადოება როგორ ირეაგირებს ამაზე? მოსინჯვას აქვს ხოლმე თავისი მიზეზი, რატო უნდა რატო არ ვსინჯავთ მაგალითად კექსებთან დაკავშირებით როგორი დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას, ხო ეს ნიშნავს რომ გამოახდეს თუ არა გავლენას მოსახლეობის რეაქცია ამ გადაწყვეტილებაზე ამის. რა თქმა უნდა, მგონია რომ მოახდენს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი არის პრიორიტეტების მიხედვით დალაგებული, ხომ? ჩვენთან არის საკმაოდ არეული შიდა სიტუაცია. დატესტვის დონეზე თუ ქართული ოცნება მიხვდება რომ მოსახლეობას იმდენად აგრესიული რეაქცია აქვს, რომ მათ ხელისუფლებაში ყოფნა შეიძლება რისკი შეექმნას, ბუნებრივია ხა თავის თავს არ მოიკლავენ და ყელს არ გამოიჭრენ საკუთარი ხელით, მაგრამ თუ კი არ მოყვება მოსახლეობის მხრიდან ისეთი რეაქცია, მაგალითად როგორიც მათთვის დამღუპველი იქნება, ბუნებრივია შემდგომში უკვე გააგრძელებენ უკვე ქცევის დონეზე ასე ვთქვათ. სხვადასხვა მეც არ მომწონს სხვის ომებში ხარკის გაღება, მაგრამ ეს რაღაცნაირად არ არის ახალი საქართველოს ისტორიისთვის და ჩვენ გვახსოვს ძალიან წარმატებული მონაწილეობა სხვის ომებში. ამის კლასიკური მაგალითი და შესანიშნავი მაგალითი გიორგი ბრწყინვალია, რომელსაც მხოლოდ სხვის ომებში მონაწილეობდა, რა თქმა უნდა, შიდა პოლიტიკითაც, გონიურულითაც და საგარეო პოლიტიკითაც ეს პირადი ურთიერთობებით ვთქვათ, მოწინააღმდეგის თუ დამპყრობლის პოლიტიკური ელიტასთან თანამედროვე ტერმინებით რომ ავსახოთ სიტუაცია მოახერხა ძალიან მომგებიანი გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი ქვეყნისთვის და პრინციპში მეორედ შეძლო ერთიანი საქართველოს არსებობის განმავლობაში გაერთიანებინა სახელმწიფო და შეიქმნა ძლიერი სახელმწიფო თემურლენგმა სამწუხაროდ შემდეგ ეს ყველაფერი გააცამტურა გიორგი ბრწყინვალის გარდაცვალებიდან თვალსები 40 წლის შემდეგ დაგვესხა პირველად თავს. მეორე მხრივ იგივე აი ამ ოპერაციებში მონაწილეობა შეიძლება თუ არა წაგვადგეს ჩვენი საერთაშორისო წონის მეტნაკლები გამყარებისთვის. მე საერთოდ არ ვთვლი რომ საქართველოს ამჟამად სამხედრო ოპერაციებში უნდა მიიღოს მონაწილეობა, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ არ გვაქვს ამისი რესურსი, საკუთარი თავდაცვის მიზნით ვერ ვახერხებთ ხოლმე ასე რომ ვთქვათ წარმატებულ ოპერაციონალიზაციას საკუთარი ძალების, მით უმეტეს ახლა სხვის ომში ნამდვილად ვერ მოვახერხებთ, ეს არის ილუზია ასე რომ ვთქვათ. პლუს ამას რაღაცა შეიძლება კარგი იყოს დროის გარკვეულ მონაკვეთში და გარკვეულ მონაკვეთში იყოს ცუდი, ხო? აი მაგალითად ვაშლს თუ მოუკრებავთ იმაზე ადრე მაგალითად ვიდრე ეკუთვნის, არ იქნება ეს ვაშლი გემრიელი. იგივე არის სხვის ომებში, იგივე არის სხვის ომებში ჩართულობა. ხა გიორგი ბრწყინვალისნაირი ლიდერი რო ყავს, რომელიც მაგალითად დიპლომატიური თვალსაზრისით ძალიან წარმატებული პიროვნება იყო და აქედან გამომდინარე მან შეძლო რომ საქართველოში მოემძლავრებინა ქართველი მოსახლეობა და სამხედრო მიმართულებითაც მოეძლიერებინა საქართველო და სხვა უდიდეს ჯარებთან ერთად იღებდა მონაწილეობას და საკმაოდ დიდ პატივში იყო იქამდე სანამ დარტყმას მიაყენებდა უკვე მონღოლებს საქართველოს გათავისუფლების მიზნით შიგნიდან. ანუ როდესაც ასეთი ლიდერი ყავს, რომელსაც ენდობიდან, რომელიც გაძლიერებს ჯერ შიგნით და მერე უკვე მიგიძღვეს სადღაც ასეთ ლიდერს გაყვები, მაგრამ როდესაც არ გაქვს შენი სათავის ესე რომ ვთქვათ ნდობა მაგ მიმართულებით ვერ გაყვები, ხო? აი ხა წარმოვიდგინოთ მე რომ გითხრათ თქვენ რომ აი გამომყევით ახლა 2 მეტრიან კაცს უნდა ვეჩხუბო და შენც მოდი რო შემომხედავთ ხო მიხვდებით რომ აბსოლუტური სისულელი არასაც გეუბნებით ხომ მაგრამ მე რო ვიყო მაგალითად დაკუნთული მამაკაცი ასე 2 მეტრიანი და რო გითხრათ მაგრამ ის არ მეტყვის წამოყევიო წამოყევი მიყურეო ის კეთეს კი ბატონო აქედან გამომდინარე მიყურე დატყვი ყველა ვაფასებთ რაღაც ახლა თანამედროვე სამყაროში ომებს იგებს ძირითად შემთხვევაში ტექნოლოგიები რომლებიც ჩვენ არ გვაქვს სამხედრო ტექნოლოგიების მომძლავრებით ნამდვილად არ გამოვირჩევით და იგებს ასევე ქვეითი ჯარი, რომელიც მნიშვნელოვან წილად წვრთნაზე და რაოდენობაზე არის დამოკიდებული. არც რაოდენობა არ გვაქვს ხა წვრთნაზე ვერ დავიწყებ საუბარს, იმიტომ რომ მე არ ვარ სამხედრო, არ ყოფილ ვარ არასდროს ოფიციალურ წვრთნებში და ნამდვილად არ ვიცი რა დონეზე ამზადებენ ქართულ სამხედროებს, ვიცი რომ საკმაოდ მაღალი დონის სამხედროები ყავს, რომლებიც მუდმივ ჯარში არიან, იმიტომ რომ ნატოს ჯარისკაცებიც რო ჩამოდიოდნენ და საერთო წვრთნები რო იყო, ქართულ ჯარისკაცებს საკმაოდ მაღალი შესრულება ჰქონდათ იმ პერიოდში და გაუცებულები იყვნენ. სხვადასხვა შეგაწყვეტინებთ მაპატიეთ მთელი ტრაგიზმი 2008 წლის ომის არის სწორედ ის რომ ქართველი ჯარისკაცი ცალკე აღებული იყო უკეთესად გაწთვნილი. რაოდენობრივათაც ჩვენ საწყის ეტაპზე ვჯობდით, უკეთესად ეკიპირებული იყო. და შეერაღებაც უფრო მეტი ჰქონდა.
და მიხედვით ამისა ჩვენ ხო ეს მოხდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მე მგონი. კი ბატონო, მაგრამ ვისთან შედარებით, ანუ ამ შემთხვევაში რუსეთთან. იგივე რუსებთან შედარებით, ვისთანაც ომი რუსეთთან ჰქონდა ომი, ხა რუსეთი საქართველოს ართვლიდა მნიშვნელოვან ძალად, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა, შესაბამისად ფაქტობრივად ნახეთ როგორი რაღაცა, როდესაც ძალების შეფასება ხდება, საუკეთესო ჯარისკაცებს არ შემოგწირავს, როდესაც თვლის რომ შენ მაინც ვერ გაუმკლავდები შეტევას. აქედან გამომდინარე ყველაზე დაბალი სორტის ჯარისკაცებს გამოუშვებ შენთან. უკრაინაშიც ესე აკეთებს, ხო, აქედან გამომდინარე ხლა არიქა დროშები ვაფრიალოთ იმასთან დაკავშირებით, რომ რუს ჯარის არ ემეტებოდა რესურსები. ეს არის მაგისი მანიშნებელი. არა იმის, რომ მას არ აქვს შესაბამისი შეიარაღება. მაგრამ ჩვენ შეგვეძლო რაღაც უპირატესობის მოპოვება. არ შეგვეძლო. არ შეგვეძლო და ვერც მოვიპოვებდით იქიდან გამომდინარე, რომ ეხა არ მინდა მე ვინმეს მაწყენინა, ნუ არ შეიძლება თავქით მოგლეჯილი გამოგცევა. კი ბატონო, მაგრამ არ მინდა ამაზე ლაპარაკი. კი ბატონო. ამას გულისხმობ რა ხო თორე ხა ძალთა თანაფარდობა ისეთია რომ 155 მილიონიან ბიუთულ ქვეყანას ვერ გაუწევ წინააღმდეგობას. ნამდვილად არ თვლი რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ცუდად შეასრულეს თავისი მისია. ხელმძღვანელობაზეა ლაპარაკი. ხელმძღვანელობამ შეგვარცხვინა ასე რომ თქვა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არის ობიექტური სიმართლე, ხო, რასთან შედარებით შეგიძლია გამკლავება და რასთან შედარებით არ შეგიძლია გამკლავება და საქართველოს ამჟამად არ აქვს ისეთი მდგომარეობა, რომ ადამიანური რესურსი უპრაკუნოდ ასე რომ თქვა გაფლანგოს. აქედან გამომდინარე ჩვენ პირველ რიგში ჩვენს უსაფრთხოებაზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენს კეთილდღეობაზე უნდა ვიფიქროთ და არა მაგალითად ვიღაცა იტყვის თუ არა რომ საერთაშორისო რაღაცა ოპერაციებში ძალიან დიდ წარმატებას მივახცეთ. საერთოდ არ მაინტერესებს არავის აზრი ამ შემთხვევაში, ჩვენთვის რა უფრო სასარგებლოა, ეს არის მნიშვნელოვანი და ვიღაცის სიტყვები თუ იმაზე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მაგალითად ადამიანური რესურსი და საკუთარი თავდაცვა, მაგ შემთხვევაში კი ბატონო. მაგრამ ხო არსებობს კიდევ აწონ-დაწონვა. მე ხაც განზრახ ვოპონირებ, იმიტომ რომ მკითხველმა რა იყო მაყურებელმა და მსმენელმა უფრო დაუშვათ კარგად გაიაზროს ან დაინახოს სურათი, მაგრამ ხო არის ხოლმე პოლიტიკაში აკეთებს სულებს, რომლებიც რაღაცას წირავ რაღაცას, იმიტომ რომ რაღაც მიიღო. ამ შემთხვევაში შეიძლება რომ ეს მონაწილეობა რაზე იცვლება, ესეც ხო საინტერესოა. ხანდახან არის რომ ეს ხოთაშორის ენერგეტიკაშიც იგივე დამოკიდე, აი რომ ამბობ რომ დიდი ჰეზები არ გვინდა იტბორება სოფელი. შენ უნდა გაზომო და აწომო, მე ესე ვფიქრობ, რომ იმ სოფლის დატბორვა შენ რას გაძლევს, თქვა გაძლევს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გიქმნის, მაშინ შეიძლება 10 სოფელიც კი დატბორო, იმიტომ რომ ეს მიიღო. ამ შემთხვევაშიც იგივეა, ხო? და იქნებ ჩვენ რაღაცას ვიღებთ, თუ თქვენ გეჭვებათ, რომ რაღაცა მივიღოთ პოლიტიკური ბენეფიტი. მსგავსი დასკვნა რომ გააკეთო რაღაცის სასარგებლოდ ღირს თუ არა, მაშინ უნდა გქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ საპირწონედ რა დევს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, რა მოლაპარაკებები იყო, ვინ ვის რა შესთავაზა, დაავალდებულა თუ არა ვინმე და ასე რომ ვთქვათ, მეორე საპირწონეზე რა დგას, არ ვიცით, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს და აქედან გამომდინარე შეძლებით აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება, მაგრამ თუ გვინდა დასკვნის გაკეთება ღირს თუ არა ამათ, ამ შემთხვევაში მაშინ უნდა ვიცოდეთ საპირწონედ რა დევს. და ამ შემთხვევაში არ ვიცით საპირწონედ რა დევს. კი ბატონო, მე ვფიქრობ, რომ ეხა ჩვენ რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა, ჩვენ მალე დავრუნდებით, დაგველოდეთ. ბრუნდებით ეთერში განმეორებთ საუბრობთ ჩვენ სტუმართან მარიამ მაისურაძესთან ერთად და ამ თქვათ თემას აქვს კიდევ რელიგიური კონტექსტიც. როდესაც ლაპარაკი არის თქვათ ღაზას სექტორში, ეს ვიცით ეს არის დაპირისპირება ისრაელსა და ჰამას შორის, ნუ კიდევ თქვათ და ჰამასი და ჰეზბოლა ვისი ასე თქვათ სატელიტები არიან ჰუსიტებთან ერთად, ესე ცნობილია და მეორე მხრივ კიდე არის ფონი, როდესაც ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ აწარმოებს ომს. ამ შემთხვევაში როგორი შეიძლება იყოს რეაქცია, თუმცა სამშვიდობო მისია და ალბათ სხვა იმით შეიძლება კუთხიდან ამისთვის შეხედვა. აი მან თუ შეძლებს საქართველოს ბალანსის დაჭერას, აი ამ პოლიტიკურ ცენტრებს შორის იქნება ეს ვაშინგტონი და თეირანი, თქვა თელ-ავივი და თეირანი და იგივე თუნდაც მოსკოვი და უკრაინა და ვაშინგტონი და უკრაინა, იმიტომ რომ ეს ერთმანეთთან არის აბსოლუტურად გადაჯაჭვული და ჩვენ არ დაგავიწყდეს რომ საქართველოს არის შავი ზღვის აუზის ქვეყანას კიდევ და სწორედ ამიტომაც არ გვახსენებენ, იმიტომ რომ სერიოზული ნადირობა დაიწყება შავი ზღვა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე რუსეთისთვის და თურქეთისთვის კიდე. კი ბატონო,
ძალიან საინტერესო საერთაშორისო სიტუაცია არის და მუდმივად ცვალებადი. ზოგადად პროგნოზირება იმისი, რამდენად შეძლებ რაღაცასთან გამკლავებას არის ძალიან რთული იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც პროცესები შენი ინიცირებული არ არის და რეაქტიულობა გიწევს, ფიზიკურად ვერ გათვლი რა მოხდება, რას მოგთხოვენ არ იცი, რა რისკებთან იქნება ასოცირებული შენი მხრიდან რაღაცაზე დათანხმება, ანუ არის თქმა არ იცი წინასწარ, მანამ სანამ არ მოგთხოვენ რაღაცას და ან არ შეგითანხმდებიან რაღაცაზე. აქედან გამომდინარე, ვერავინ ვერ გათვლის საქართველოს შეძლებს თუ არა მანევრირებას, თუ არ ვიცით რა მოხდება. ანუ რაში მანევრირება შევძლებთ თუ და იცის კი ვინმე რა მოხდება, ესეც საქმეა რა. ვინც არის აქტიური. ანუ ნახეთ, პოლიტიკა შეიძლება იყოს აქტიური ან რეაქტიული. აქტიური არიან ხოლმე ძირითად შემთხვევაში დიდი ქვეყნები, რომლებიც ქმნიან პოლიტიკას. დანარჩენი ქვეყნები არიან რეაქტიულები. აქედან გამომდინარე, რეაქტიული ქვეყნისთვის რაღაცის პროგნოზირება არის ურთულესი, იმიტომ რომ შენ არასდროს არ ზიხარ იმ მაგიდასთან, რომელ მაგიდაზეც რაღაცები წყდება. შენ მერე იგებ უკვე, ოდესაც გამოგიგზავნიან წერილს და შეგატყობინებენ რა გადაწყვიტეს, ისიც რას შეგატყობინებენ, კიდე საკითხავი. აქედან გამომდინარე, მსგავსი პროგნოზების გაკეთება ვფიქრობ, რომ ძალიან არასერიოზულია, იმიტომ რომ წარმოდგენა არ გვაქვს რაში გადაიზრდება კონფლიქტი, ვინ როგორ გადანაწილდება, ვინ ვის გამოუცხადებს მხარდაჭერას, ევროკავშირში რა მოხდება, იმიტომ რომ შიგნითაც ძალიან ესეთი არეული სიტუაცია არის. უკრაინა-რუსეთის ომი როგორ დამთავრდება არ ვიცი, ჩინეთი რა პოზიციას დაიკავებს არ ვიცით. ანუ წარმოდგენა არაფერზე არ გვაქვს და პროგნოზირება აქედან გამომდინარე, რის საფუძველზე უნდა გავაკეთოთ. ხო, აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის ეჭვით ვუყურებ ხოლმე, როდესაც ასეთ ქაოტურ სიტუაციაში, რომელი ქაოსიც ჩვენი გამოწვეული არ არის, პროგნოზირებას აკეთებენ ხოლმე იმისა, საქართველოს როგორ გამოძრება თუ არა საერთოდ და ასე შემდეგ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არის ძალიან არასერიოზული. რაც შეეხება სარგებელს, ნებისმიერ სიტუაციას აქ იმდენი პლუსი, რამდენიც აქვს მინუსი. მთავარი არის შენი ქმედებების და გადაწყვეტილებების საფუძველზე რამდენად მოახერხებ, რომ ასე ვთქვათ, პლუსი გამოიტანო იმ სიტუაციიდან და არა მინუსი და აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ჩვენ სად აღმოჩნდებით და როგორ აღმოჩნდებით, არ მგონია რომ ჩვენზე იყოს დამოკიდებული. ერთადერთი რაც შეგვიძლია არის ის, რომ სწორად რეაქტიულები ვიყოთ კონკრეტულ გამოწვევებთან, ანუ რა გამოწვევებით შეხვდება საქართველოს. ანუ ჩვენ მომენტალურად მყისიერად სიტუაციურად უნდა ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ ხელისუფლებაც ხო ასე ვთქვათ გასაჭირშია, ჩიხშია, ხო ის ვერაფერს ვერ დაგეგმავს, რომ მაგრამ ხო შეუძლია გეგმები მაინც აი ამ შემთხვევაში ასე, იმ შემთხვევაში ისე თუ ესეც გამორიცხულია. ვთქვათ ისეთი გამომდინარე არსებული გეოპოლიტიკური გამორიცხული რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ იმისთვის რომ ყველა შესაძლო ალბათობა განსაზღვრო, მაშინ ყველა ცვლადის რაღაც ინფორმაცია უნდა გქონდეს სულკებად. ყველა ცვლადი უნდა იცოდე ჯერ ეს ერთი და მე მათი კომბინაციები იმდენი ალბათობა გამოგივა, რომ ფიზიკურად გეგმას ამის საფუძველზე ვერ შეკრავ. ანუ გეგმა უნდა დასახო მაშინ, როდესაც შენ ქმნი პოლიტიკას. რომ მე მაგალითად მაგ გეგმა. ან იცის ხვისი პოლიტიკა კი. ან იცის ხვისი პოლიტიკა. დიდი ქვეყნები ამას ახერხებენ, იმიტომ რომ მათ ხელშია რესურსები, მათ აზრი მოეკითხებათ, ისინი ყოველთვის ხედან მაგიდაზე, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება. ჩვენ შემთხვევაში ეს არის გამორიცხული. ჩვენ ახლა რაც მაქსიმალურად შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, არის რომ ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები და მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ პატარ-პატარა გამოწვევებზე და კოცონებზე, რომლებიც გაჩნდება. ამ შემთხვევაში ჩვენ რაღაც შორეულ სტრატეგიას ფიზიკურად აზრი არ ექნება უბრალოდ. შემიძლია არაჩვეულებრივი სტრატეგია დაგიხატოთ და ხვალე რაღაც დიდი ქვეყანა რაღაცას მოგთხოვს და უცებ ჩაგვაფუშება ყველაფერი და რა აზრი აქვს ამაში რესურსის ყრას ვერ ხვდები. აქედან გამომდინარე, მგონია რომ ჩვენი რესურსების მობილიზება უნდა მოვახდინოთ მაქსიმალურად ისეთ საკითხებზე, რომელიც საკითხებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგალითად შიდა კონფლიქტები, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე მეტ პრობლემას ახლა გვიქმნის შიდა კონფლიქტები. შიდა კონფლიქტებს გულისხმობ სეპარატისტებს თუ პოლიტიკურ გინგლაობას? შიდა კონფლიქტებში გულისხმობ რას ნახეთ ინფორმაციულ ომს, რომელიც ხელისუფლების საკითხში არის საკმაოდ სუსტი, ანუ ოპოზიცია ყოველთვის უფრო მეტად ახერხებს ხოლმე ინფორმაციას მოგებას, ვიდრე ამ შემთხვევაში ხელისუფლება და აქედან გამომდინარე მგონია რომ პირველ რიგში ეს არხები უნდა დაალაგდეს, რაც შიდა პრობლემებს გვიქმნის, იმიტომ რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საგარეო მიმართულებით წარმატებულია და შიგნით არეული აქვს სიტუაცია. ამიტომ ამჟამად რაც შეგვიძლია მაქსიმალურად გეგმიერად რო გავაკეთოთ და ნაყოფიერად, ეს იქნება შიდა საკითხების მოგვარება გარიარის გათვალისწინებით, არა მარტო პიარის დონეზე. ყველაზე დიდ პრობლემას ვფიქრობ, რომ ინფორმაციული საკითხები გვიქმნის, აქედან გამომდინარე.
კონკრეტულად რო თქვათ რა. აი კონკრეტულად რო თქვით მაგალითად დაინიცირდა კანონი, რომელიც საქართველოსთვის უნდა ყოფილიყო საკმაოდ სარგებლის მომტანი, ეს იყო უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ ინფორმირებულება მოსახლეობას ხელისუფლების და როგორღაც ოპოზიციამ მოახერხა, რომ აბსოლუტურად სხვანაირად შეეფუთა ეს კანონი, მოსახლეობამდე მიეტანა სხვანაირად და კარგი ინიციატივა ექცია მოსახლეობის თვალში ცუდი ინიციატივად. აი ამ ინფორმაციულ ომს გულისხმობდა ასეთი. მაგრამ ეს ხო არ არის შიდა ომი მაინც, მარიამ, ეს ხო არის გარედან შიდა მონაწილეებით განხორციელებული გარე ომი. ნახეთ, რის საფუძველზე არის ომი, ეგ უკვე სხვა საკითხია. მაგალითად მე და თქვენ თუ ვჭიდაობთ, ასე რომ ვთქვათ, გარედან ვარ ნაკარნახები თუ შიგნიდან ვარ ნაკარნახები, მე ეს რესურსი უნდა მომიგოთ მე ან მე თქვენ, კი ბატონო. იგივე არის შიდა სივრცეში, ხო? ვისაც რა მიზეზით არ უნდა კონდეს წამოწყებული შიდა კონფლიქტი, მას აქვს ეს რესურსი, შენ გაქვს ეს რესურსი. ამ რესურსებით ებრძვით ერთმანეთს და აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში მაინც უნდა მოახერხო, რომ სწორად მოახერხო ლავირება და თუ აქაც კი ლოკალურ დონეზე ვერ ახერხებს, საერთაშორისო ასპარეზზე საერთოდ უნდა დაივიწყო მაშინ ყველაფერი. ხო, აი PR-ს არასდროს არ იყენებდა, რაც მოვიდა ოცნება ხელისუფლებაში, როგორც ინსტრუმენტს, არ მინდა ვთქვა, როგორც იარაღს. ნუ თუ აი ამ 14 წლის განმავლობაში ამის საჭიროება ვერ დაინახა, თუ აი რა აჩემება, თუ დაჟინება, რომ აი არავითარ შემთხვევაში თან მე ვლაპარაკობ ჯანსაღ PR-ზე. PR-ი არ არის ის, რომ ეს კარგია და ის ცუდია, PR-ი სხვა რაღაცაა. უფრო ფაქიზი თემა PR-ი და სულ ვერ უნდა მიხვდეს, ვთქვა, აუდიტორია, რომელზეც მუშაობ, რომ ის ექცევა გავლენის ქვეშ მთელი ხელოვნება ეს არის PR-ის. თუმცა ეხლა ცოტა შეცვლილია თვითონ PR-ი, სადაც იშვა, ვთქვა, დასავლეთში, იქაც ძალიან სწორხაზოვნები არიან. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რატო არ იყენებს ამ რესურსს? რატო დაიჟინა, რომ ეს საჭირო არ არის? PR-ს იყენებს ოცნება. უბრალოდ როგორ გითხრათ, მე და თქვენ ერთ საქმეს თუ ჩაგვაბარებენ, მე როგორ გავართმევ თავს და თქვენ როგორ გაართმევთ თავს, განსხვავდება ერთმანეთისგან. ეხლა ოპოზიციას აქ ხოლმე ნახეთ როგორი მომენტი, ოპოზიცია იქმნის იმის კარგად, რატო იქმნის იმის კარგად? ყველაზე უფრო ხმამაღალ მოსახლეობის კატეგორიასთან დაახლოვდა, ასე რომ ვთქვათ, ოპოზიცია გამოიტანა. ხმაურიანთან და აქედან გამომდინარე, მე ლოკალურადაც და საერთაშორისოდაც ისე ჩანს, რომ თითქოს მოსახლეობაში ეს აზრია. და მათ თავისი რესურსებიდან გამომდინარე ძალიან სწორი ტაქტიკა არჩეს. რაც შეეხება ოცნებას, ოცნება უფრო მეტად არის ხოლმე კონცენტრირებული დიდი ასაკის მოსახლეობაზე, რომელიც უმრავლესობაში ადგას ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ დაბერებადი ერივართ, ასე რომ ვთქვათ, და იყენებს იმ PR კამპანიებს, რომლებიც მათზე არის მორგებული, ხო, ეს იქნება ტელევიზიები, ჩასვლა, შეხვედრები, ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ოცნება აგებს ინფორმაციულ ომს, იმიტომ რომ ოცნების ინფორმაცია არ ჩანს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე აქტიური და ხმაურიანი მოსახლეობის ნაწილები ძირითად შემთხვევაში უფრო მეტად ოპოზიციურ შეხედულებებს ითვალისწინებენ, იმიტომ რომ ოპოზიცია ახალგაზრდებს ელაპარაკება საკუთარ ენაზე, ხომ? აი მაგალითისთვის რო ავიღოთ ყველაზე უფრო მარტივი მაგალითი, ეს იქნება ალბათ მიმების გამოყენება. მოკლედ დაიწყო ოპოზიცია მიმების გამოყენება და მთელი კონსტრუქცია მიმების მაქსიმალურად იყო იმჟამინდელ ტრენდებზე მორგებული და აქედან გამომდინარე ძალიან კომიკური იყო და აიტაც ეს ძალიან ცუდ დაბერტილებას ტოვებს და გული გაგისკდებოდა თუ ეს არის საქართველოს მომავალი. თქვენ თუ შეხედავდით, აი იგივე მიმების ომში ჩაერთო ეს რა ქვია ოცნება და აი იყო უფრო კარიკატურის ჟანრის, რომელიც ახალგაზრდებთან აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის. აქედან გამომდინარე აგებს ოცნება ინფორმაციულ ომს, ახალგაზრდებთან აგებს, განა დაბერებადი ერთან, მაგრამ ნუ რამდენი ხანი გეყოლება ეს დაბერებადი ერი, ხო, იმათაც უნდათ რომ ახალგაზრდებმა დაბერებადი არ უფრო კორექტულად ვთქვათ, მარია, ასაკობრივ ჯგუფთან, არაფერტილურთან, ან უფრო მაღალ ასაკობრივ ჯგუფთან. დაბერებადი ერი ვართ ზოგადად, ასე არის, იმიტომ რომ შობადობა გვაქვს ნაკლები, ვიდრე სიკვდილიანობა, ამიტომ დაბერებადი ერი ვართ მეცნიერული ტერმინების. არა, მესმის ვიღაცა მისი არ გაიგოს. უბრალოდ ნახეთ როგორი მომენტი არის, ნებისმიერს ესმის რომ ახალგაზრდები არის მომავალი, ხო? ამ მომავალს სჭირდება ძალიან სწორი კომუნიკაცია, რომ მომავალსა და წარმავლებს შორის, ასე რომ ვთქვათ, კავშირი იყოს მაქსიმალურად ჯანსაღი. ჯანსაღ კავშირში იგულისხმება რა, რომ ამის რისკი გამოცდილება რა, კი ბატონო. და აქედან გამომდინარე, როდესაც ამას ვერ ახერხებ, შენ ახალ თაობას, რომელიც გამგრძელებელი უნდა იყოს შენი საქმის, იწყვეტ და გამოდის, რომ უცებ, როდესაც შრომისუნარიანი
ასე ვთქვათ, სამუშაო ძალა უნდა შეივსოს ახალგაზრდები, ჩვენ არ გეყოლება ამ ახალგაზრდებში იმ იდეოლოგიის და ღირებულებების მატარებელი მოსახლეობა, რომელმაც უკვე უნდა მართოს, რომელიც ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო. ამიტომ აკეთებს ინფორმაციას. თუმცა ახალგაზრდებს ისიც არ ესმით, რომ ის რისთვისაც მიდის ეს დაპირისპირება, მათზე გადავა და ისინი საზარბაზე ხორცად იქნებიან გამოყენებული, იმიტომ რომ დიდ გეოპოლიტიკურ თამაში ხა უკრაინაში ჩანს სხვა დატვირთვა ჩვენაირ ტიპის ქვეყნებს და მათი შრომის უნარიანი ასაკის მოსახლეობას არ აქვს. კი ბატონო, და ვისი პრობლემა არის ახალგაზრდებს ეგ რო არის? ხელისუფლების რა თქმა უნდა განათლების სისტემის რა თქმა უნდა. მაგაში ზუსტად საქმე, შენ ვიზეთ ზრუნავ იდეაში. ანუ ორმაგი დარტყმის ქვეშ არიან ახლა ახალგაზრდები. ვიზეთ ზრუნავ და ვინც მერე პასუხისმგებლობები თავის თავზე უნდა აიღოს იმ მოსახლეობას იკვეთ, იმიტომ რომ მის ენაზე საუბარიც კი არ შეგიძლია, არამც თუ მასთან სწორი კომუნიკაცია და ასე რომ ვთქვათ, მისთვის იმ ღირებულებების გადაცემა, რომელიც ეროვნული ღირებულებებია, ხო? მოსახლეობის ახალგაზრდა ნაწილში უმრავლესობას უბრალოდ უნდა ქვეყნის დატოვება. საერთოდ არ აინტერესებთ ძირითად შემთხვევაში. საქართველოს ბედი, ვისთან გექნება დაპირისპირება, თუ არა მთავარი არის მათთვის, რომ ქვეყნიდან გასვლა და ევროპაში წასვლა იყოს მათთვის მარტივი, ამიტომაც იყო ამ ხელა ამბავი ატეხილი ვიზონის კოშმარია, აი შინ ევროპას რო დაარქმევ შინს ეს არის რა მამა დავიწყებულების და ვიღაც მამა არ ახსოვდა მამინაცვალს იფიცებდა, ხო? ეს სახელმწიფოს ის ყველაზე ტრაგედია, ეს ნიშნავს სახელმწიფოს არ აქვს იდეოლოგია. არ აქვს იდეოლოგია და არ ყავს საქმის მის ახალგაზრდა ვერ გაუგია სახლი ვინ არის მისი მშობელი ვინ არის და მშობლიური მიწა რა არის. კი ბატონო, და გამოდის რომ აი მე ხლა ვარ 30 წლის ჩემ სახლობლოში მაგალითად საკმაოდ მრავალფეროვანი წრე მაქვს, ასე რომ ვთქვათ. აი 40 წელს ქვემოთ ადამიანები ყველა არის ორიენტირებული ქვეყნის დატოვებისკენ თითქმის. თუ უკეთეს საცხოვრებელ პირობებში შესთავაზებენ, დაუფიქრებლად წავლენ. აღარც ოჯახური ღირებულებები არ არის მათთვის შემკავებელი, არც სამეგობრო წრე, არც კულტურული ნაწილი. ეს არის იმის დამსახურება, რომ როდესაც შენ ახალგაზრდებს უხატავ, რომ ჩვენთან ცუდია და იქ არის კარგი. ახლა უცებ შენ აღარ გაწყობს რომ ასე შეხედოს და გინდა რომ მის თავში გამოცვალო ეს იდეოლოგია ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ასე არ ხდება. კი ბატონო, ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ წარმოჩენილი იყო დასავლეთი რაღაც ყოველგვარი სიკეთის წყაროთ, იმიტომ რომ ამან მოიტანა ეს უარყოფითი შედეგი. ჩვენ ვნახავთ თვითონ ეს თაობა რა თქმა უნდა თვითონ მიხვდება, მე სადა როგორ ჯობია, მაგრამ იმედი არ იქნება გვიან. ძალიან დიდი მადლობა მარიამ, ძალიან დიდი მადლობა მაყურებელსა და მსმენელს. ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა. მე გემშვიდობებთ საქართველოს სიყვარული და შევხვდებით სხვადასხვა დღესვე 19 საათსა და 00 წუთზე და სტუმრები იქნებიან მამკა არიშიძე და კოტე ფორჩხიძე დროებით.